მოგესალმებით ძირფასო ტელემაყურებლებო, სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და სიამოვნებით წარმოგიდგენთ ჩვენი რუბრიკის სტუმარს, სამების საკათედრო ტაძრის არქიდიაკონს დემეტრე დავითაშვილს. მოგესალმებით მამაო. მოგესალმებით. გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მამაო, ვინაიდან გვიახლოვდება აი საერო დღესასწაული, ახალი წელი, ჩვენი საუბრის თემაც სწორედ ამას შეეხება. ახალი წელი არის მარხვაში. აი ამიტომ საინტერესოა როგორ უნდა ახალი სტილით ახალი წელი უწევს მარხვის განმავლობაში, დიახ. და აი როგორ უნდა აღნიშნოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, მორწმუნე ქრისტიანმა ეს დღესასწაული? ჩვეულებრივად ახლა როგორც შეიძლება ქართველმა ადამიანმა აღნიშნოს ზეიმით, ოღონდ არა დავუშვათ ისეთი ღრეობით, საერთოდ ღრეობა არც ხსნილში არ არის ლამაზი და არც ხსნილში არ არის მოსაწონი. ახსარებაში ერთ-ერთი ცოდვის სახე არის რა მემთვრალეობა, ხო, რითი სოდე, მემთვრალეობის სოდე, ამიტომ დასაშვები არც ერთ შემთხვევაში არ არის ღრეობა. ხა ჩვენ ვიცით რომ სოფლიოში არსებობს ეკლესიებში არის მოქმედი ორი კალენდარია რა, მართლმადიდებლურ ეკლესიებში გულისხმობ, ეს არის ახალი სტილისზე არიან და არიან ძველ სტილზე. სულ 4 ეკლესია ვარ ძველ სტილზე არა, იერუსალიმი, რუსეთი, საქართველოს, სერბეთი. და დანარჩენები აღნიშნავენ ახალი სტილს, რომ მათთვის ახლა შობა უკვე დადგა. და მათთვის ახალი წელიც მოვიდა. და ჩვენ რადგანაც ახლა ჩვენი სახელმწიფო არ არის ძველი კალენდრით არ მოქმედებს და მოქმედებთ ახალი სტილით, დასაშვებია ახლა რომ ერმა და სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთად იზეიმოს. ყველას კარგად მოეხსენება, ვინც ცოტა ახლოს არის საპატრიარქო კართან, ახალი სტილითაც იმართება ხოლმე ზეიმი, არა უწმინდესი შეკრებს, მეც არაერთხელ ყოფილ ვარ ამ ზეიმზე მიწვეული, შეკრებს ხოლმე თავის მრევლს და ერთად აღნიშნავთ მივესალმებით ხოლმე და ყველა დამეთანხმება ტელემაყურებელი და თავადაც დამეთანხმები ალბათ რომ ახალი სტილით ახალ წელს უწმინდესი ყოველთვის 12 საათზე პრეზიდენტი გამოდის ჯერ გილოცავს ხოლმე დამდგარ ახალ წელს, დამდეგს როგორც არის არ მახსოვს და შემდეგ უწმინდესი ყოველთვის გილოცავს და საზეიმო სუფრად შეიძლება გაიშალოს ოღონდ რა თქმა უნდა მარხვის ფარგლებში. თევზი დასაშვებია თევზის ჭამა ახალ წელს და რა თქმა უნდა, არა, ოფიციალურად ასე არის ყოველთვის და ყოველთვის იყო რომ უწმინდესი ყოველთვის გვადებს საშუალებას რომ თევზი შევექცეთ ახალ წელს და ისე ვამბობ რომ თრობა არ არის სასურველი. თრობა არასდროს არ არის სასურველი, მით უმეტეს მაშინ როდესაც ჯერ კიდევ მარხვა არის. ყველამ დაიყენოს ახალი წელი, ამაში არანაირი დანაშაული ნამდვილად არ არის. თუმცა მაინც ხშირად ისე ხდება ხოლმე, რომ აი ესეთი ზარზეიმით, მხიარულებით ხვდებით ახალ წელს. რაღაცნაირად თითქოს ვჭრდილავთ შემდეგ მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მე ვერ დაგეთანხმები ელისაბედ ნამდვილად რომ შობა არანაირად არ დაიჭრდილება არანაირი დღესასწაულით, რაც არ უნდა მოხდეს. არაფრით არ დაიჭრდილება, იმდენად დიდი ზეიმია, იმდენად დიდი დღესასწაულია, იმდენად თან მით უმეტეს ქართველი ადამიანისათვის შობა და აღდგომა იმდენად ახლოს არის სულთან, რომ შეუძლებელია რამემის დაჭრილოს. მით უმეტეს ყველა მომსწრეები ვართ ხოლმე. პირდაპირ ეთერითხება ტრანსლაცია რა, როდესაც შობა უწმინდესის ეპისტოლე იკითხება, უამრავი ხალხი მოდის, აი ტევა არ არის, აი აქ ამ მიდამოში იმდენი ხალხი მოდის და ასე რომ არანაირად ქართველი ადამიანი საერთოდ მიდრეკილია ზეიმურობისკენ და შეუძლებელია რომ აი ახალმა წელმა, ზოგი კი ამბობს რატომ არის რომ ამბობთ ხოლმე რომ აი გილოცავთ შობა ახალ წელს, ხო, როდესაც ახლა მივესალმე ტელემაყურებელს, ასე ვთქვით, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და არაფათ ახლა ეს კალენდარი ეს ხომ პირობითი ფორმა საერთოდ დღესასწაულია და არაფერი არ ხდება ხა არავინ არ ამბობს აღნიშნოთ 7 ნოემბერი სიტყვაზე ხო ეს წარსულის გადმონაშთია და არავის არ ჭირდება ეს მაგრამ ამ 1 მაისი ხო ყოველ შემთხვევაში და ასე რომ ნამდვილად არაფერი არ ემუქრება შობით დღესასწაულს დამერწმუნეთ თუ არა და მოვა 7 იანვარი დავრწმუნდებით ყველა ამაში. მამაო, თქვენ თავად როგორ აღნიშნავთ ხოლმე ახალ წელს და საერთოდ საერო დღესასწაულს? აი ახალ წელს თუ მომიწია ესე რომ უწმინდესთან მომიწია მისვლა, მათთან ერთად შევხვდები თუ არა და გაიკვირდება სახშუზიო და ტელევიზორს უყურებ. განსაკუთრებულს არ შეიძლება რომელიმე მეგობართან ახლა ჩემს მეგობარს პატარა შულები ყავს, შეიძლება მათთან მივიდე ბავშვებს უხარიათ ყველაზე მეტად და მათ მივლოსო. განსაკუთრებული რაღაც ჩემთვის არ ჩემთვის ყველა დიდი ზეიმებია ამასაც ვამოვიდეთ შობა და აღდგომა. აი ამ ორ ზეიმს ვერ შეედრება ჩემთვის ვერაფერი ამ ქვეყანას საკუთარი და
დაბადების დღეც კი. მამაო, დეკემბრის თვეში ჩვენ აღვნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა 25 დეკემბერს გულისხმობ. პატრიარქის აღსაყდრების დღე 33 წლის თავი. 33 წლის თავი. და 4 იანვარს ასევე არის პატრიარქის დაბადების დღე. 78 წელი უსრულდება მის უწმინდესობას. თქვენ საშუალება გაქვთ ჩვენი ეთერის საშუალებით მიულოცოთ. კი, დიდი სიამოვნებაა. პატრიარქის დაბადების დღე და აღსაყდრების დღე. დიდი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია აღსაყდრების დღე, იმიტომ რომ როდესაც უწმინდესი სინქრონიზაციის 10 წლის თავი იყო, ეს იყო 87 წელს, აი ამ დღიდან ფაქტიურად დავიწყე მე უკვე სისტემატიური, ასე ვთქვათ, ეკლესიური ცხოვრება. ანუ ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია ეს დღე და მეტად სასიხარულო. ბავშვობაში ხამაში როცა დავდიოდი მიხაროდა, იმიტომ რომ ფერმუდელმთავარს ხედავდი და ჩემთვის უცხო იყო ეს და მაგრამ დღეს უკვე სულ ყველაზე იმურობა ახლავს ამას არის მის უწმინდესობასთან ერთად ყოფნის ამდენი წლები, ამდენი სიხარული დავუშვა თვითონ უწმინდესი რაც უფრო ასაკიემად და მით უფრო მეტად უფრო ტკბილი ყოველთვის იყო, მაგრამ მით უფრო მეტად ტკბილი ხდება და რაღაც ერთი მოსიყვარულე мама ხდა მეთუნდაც როდესაც ახლა მე თვითონ мама არ მყავს ახლა და უწმინდესი სიხარულით და სიყვარულით აი ამ დღესასწაულს უფრო ვიორმაგებ ხოლმე და ასევე მინდა მიულოცო ამ 4 იანვარი დამდეგი დაბადების დღე ძალიან ხშირად ფიქრობენ ხოლმე რომ დაბადების დღის აღნიშვნა თითქოს არ შეიძლება ქრისტიანისათვის ზოგი ამბობს და რატომღაც ცოტა უფრო ისე სკეპტიკურად უდგებიან ხოლმე ამ დღეს, მაგრამ მე ვიტყოდი რომ აუცილებელიც კია და სავალდებულოც კია რომ ეს დღე უწმინდეს მივულოცოთ, იმიტომ რომ ეს დღე რომ არა, დღეს მის უწმინდესობა ჩვენი პატრიარქი არ იქნებოდა, ხო? რა თქმა უნდა. და ასე რომ განსაკუთრებთან მეთუნდეს 78 წელი უკვე მიდის ესეთი აი მწიფობისკენ მიდის სიბერის მწიფობისკენ მიდის და მეტად უფრო სასიხარულოა მისთვის ეს. და მე მინდა აქვე აღნიშნო ხა ძალიან ბევრმა ტელემაყურებელმა ალბათ არ იცის რომ 4 იანვარი ხო მისი დაბადების დღეა. აი 7 იანვარი არის მისი ნათლობის დღე. უწმინდესი პატარა რომ იყო 3 დღის მონათლე ზუსტად 7 იანვარს, ასე რომ 7 იანვარს ორმაგი დღესასწაული გვაქვს მისი უწმინდესობის ნათლობის დღე და რა თქმა უნდა შობის დღე, მაცხოვრის შობის დღე. დიდი მადლობა მამაო საინტერესო საუბრისთვის. გილოცავთ კიდევ ერთხელ. იცოდეთ, მე დიდი სიყვარულით მინდა მიულოცო ერთწლოვნების მაყურებელს ეს განსაკუთრებული დღე. გილოცავთ ძვირფასო ტელემაყურებლებო დამდეგ შობა ახალ წელს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულს და რა თქმა უნდა ღვთის მფარველობას.